თვითმმართველობებზე ზეწოლა დაფასებს კახეთის გუბერნატორი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დაკავების ფაქტს. ზურაბ ჭაბერაშვილმა ჯემალ ნიაზოვის ოჯახი მოინახულა, თავად ნიაზოვი თბილისში საავადმყოფოშია, ის დაკითხვის დროს გახდა შეუძლოდ. ნიაზოვის ახლობლების თქმით, ჯემალ ნიაზოვი რამდენიმე დღის წინ თელავში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს და მათთვის გაურკვეველი მიზეზით 2 დღე ჰყავდათ სამმართველოში. ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გირაოთი გაათავისუფლეს. რა ბრალს წაუყენებს მას დეტალებზე ოჯახი არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს ნაუროზოვს უცნობი პირები სახლის დაწვით ემუქრებოდნენ. მთელმა საქართველომ კარგად იცის და აქვს ნანახი ის კადრები და მოსმენილი აქვს, როგორ ემუქრებოდა სექტემბერში მაშინ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხის რაიონში ლუკა კურტანიძე ბატონ ჯემალ ნიაზოვს და ის ემუქრებოდა იმით, რომ მას არ დაედგომებოდა საქართველოში, რომ ჰქონდა საშინელი ზეწოლას და მუქარას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ მაშინვე სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გააკეთეს ამაზე რეაგირება. მამა ჩემი ძალიან თუდად ეხლა იმაში სამართალში არის დაძრული მიკროები არ გაკეთებული ისე. არ ვიცოდი, როგორ გუბერნატორი მოვადეს მოვალ, მე არ ვიცი, ფერი არ ვიცი.